მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ ვატყობთ, რომ დასავლეთი თავისი მართული ოპოზიციის მეშვეობით არასდროს არ შეეგუება საქართველოში იმას, რომ ქვეყანა წავიდეს სტაბილურობისაკენ, სიმშვიდისკენ, ეს მათ გეგმებში არ შედის და ისინი ყოველთვის შეეცდებიან, რომ მუდმივად ქვეყანა იყოს დესტაბილიზაციის ზღვარზე. და ამის დასტური არის ის პროცესები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ეს დაფინანსება NGO-ების შეიძლება ისეთი მასშტაბით არ იყოს, მაგრამ მაინც იქნება. ხედავთ, რომ ტრამპს ძალიან დიდი დაპირისპირება აქვს თვითონ შიგნით და კაცმარიცის ის როგორ გაუმკლავდება ამ პროცესებს. იმავდროულად დაძაბული სიტუაცია ჩინეთსა და ამერიკას შორის და ჩინეთმა სანქციები დაადო მაგალითად ამერიკულ ორგანიზაციებს, NGO-ებს და ასევე მან კაცრი სანქციების პოლიტიკა აირჩია იგივე სავაჭრო ეკონომიკური პლატფორმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ კარგად იცით, რომ მაღალი გადასახადები იქნა დაწესებული თავის მხრივ ამერიკის მხრიდან და შემდგომში ჩინეთმაც იგივე ნაბიჯი გადადგა. მაგალითად, ბოინგები, რომლებსაც ყიდულობდა ჩინეთი, ეხლა განკარგულება გასცა სინძიპინმა, რომ არც ერთ ბოინგს ამერიკულ ბოინგს აღარ იყიდის ჩინეთი. და უკვე თვითონ თავიანთი რესურსით გაუმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რაც არის იმ საავიაციო პარკის განახლება თუ ახალი შექმნასთან მიმართებით. ანუ ამ გამოწვევების ფონზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ ისე, რომ არ ველოდოთ ეხლა ამერიკაში ვის აირჩევენ, ან ბოდიში და დასავლეთი რა პოზიციას აირჩევს. ეხლა ბელორუსის პრეზიდენტს ლუკაშენკო სულ არ აინტერესებს, ვინ მოვა ამერიკაში პრეზიდენტად. სულ არ აინტერესებს დასავლეთი რა სიტყვის მასზე. როდესაც აი ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, მას აი კითხვა დაუსვეს, რომ აიო ეხლა თქვენო დასავლეთის ლიდერებიო არ გაღიარებენო და მან უთხრა, რომ აი სულ არ მაინტერესებსო, ეხლა თქვენ გაინტერესებთ მე ვაღიარებ თუ არა იმასო ამერიკის არჩევნებს. ხო არ ისე მე არ მაინტერესებს ვინ რა სიტყვის, მთავარია ჩემთვის ბელორუსი ხალხი რა სიტყვისო. და ისე უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებამ, ისე უნდა მოაწყოს სისტემა, რომ ჩვენ ნამდვილად არ უნდა გვაღელვებდეს ამერიკაში და დასავლეთში ვინ რა სიტყვის საქართველოს. და ესეთი პოზიცია და ესეთი გამაგრება აი ამ სიტუაციის შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის შედეგად. ლუკაშენკომ ეს ყველაფერი რომ აი არ აინტერესებს ამერიკა რა სიტყვის და დასავლეთი მიაღწია მას შემდეგ რაც ბირთვული შერაღება შევიდა რუსეთისა ბელორუსში, როდესაც საწარმო ფაბრიკები არის მთლიანად მიმართული რუსეთისკენ, ბელორუსიული და ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოება უშიშროების მიმართულებით დაცულია და ამას ყველაფერს უზრუნველყოფს რუსეთი. დღეს უსაფრთხოების ფარი და ქოლგა ბელორუსის არის რუსეთი. და ამიტომაც არის რომ ლუკაშენკო ასე გაბედულად მოქმედებს. და ჩვენც რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქოს ხალხმა, დავისვენოთ, აღარ უყუროთ ამ იდიოტებს, რომლებიც რუსთაველზე დარბიან, აღარ გქონდეს იმის განცდა, რომ ხვალ რა სანქციას დაგვადებს ვიღაც ევროპაში. ამის ერთადერთი საშუალება არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ამას მილიონჯერ ვიძახი და მილიონჯერ აი ნათქვამი როა იმ ლექსში 9-ჯერ რომ ჩამარტყან სასტუმროზე 9-ჯერ რომ ჩამარტყან ლახვარი 9-ჯერვე იგივე სვიტყვი. იმიტომ რომ ეს არის 2-ჯერ 2 4, ეხლა ამას ვერავინ ვერ შეცვლის მეგობრებო. აი ამ აქსიომას ვერავინ ვერ შეცვლის. და ეს უნდა
აი ამ პრიზმიდან უნდა გამოვიდეს თითეული ქართველი პოლიტიკოსი. დღეს აი ქართული პოლიტიკა და პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს მიმართული აქეთკენ. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ველზე დღეს და გუშინაც იყო მხოლოდ ის ძალები, რომლებიც აღიარებდნენ მხოლოდ დასავლეთის ამერიკის ბატონობას საქართველოზე. შენ თუ ოდნავ განსხვავებული პოზიცია გექნებოდა, ვერც პარლამენტში ვერ მოხდებოდი, ვერც საკრებულოში და ეხლაც იგივე გრძელდება პრინციპში. უნდა გეღიარებინა ეს ჭეშმარიტება. და ხვალ უკვე ჩვენ უნდა გქონდეს ის მოცემულობა, როდესაც პოლიტიკური სპექტრი მთლიანად ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამტკიცებას. თუ ხარ რეალურად და ეს არის ჭეშმარიტება, ახლა ჩვენ ვინმეს კი არ ვაიძულებთ რაღაცა ეს პოზიცია გქონდეს მანდამაი. ჩვენ უბრალოდ გამოვდივართ რეალობიდან, მოცემულობიდან. იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. არანაირი სტაბილიზაცია საქართველოში აღარ იქნება. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ ხელისუფლებას, ახლა არ უნდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ალაგმოს ის ნაძირლები, რომლებიც დარბია რუსთაველზე. მაგრამ არის შიში, რომ აი ხვალ და ზეგ თუ ისინი ალაგმავენ, შეიძლება რაღაც უბედურება მოხდეს, რაღაცა პროვოკაცია მოაწყოთ. თორე ვის სიამოვნებს ახლა გადაკეტილი და დათხაპნილი რუსთაველი მაინტერესებს. მაგრამ ხელისუფლება არის ძალიან სუსტად ამ პოზიციებზე, იმიტომ რომ ვაი ამერიკა რა სიტყვის, ვაიმე დასავლეთი რა იტყვის, ვაიმე დიქტატორად მომნათლავენ, ვაიმე სანქციებს დამაწესებენ. ეს ვაიმე უნდა დასრულდეს. აი ეს ვაიმე უნდა ამოიძირყოს ჩვენი ქვეყნიდან. ვაიმე ის რა სიტყვის, ვაიმე ესე ჩვენ ვერასდროს ვერ წავალთ წინ. რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის ჩვენზე, ვიღაცა ყოველთვის რაღაცას იტყვის საქართველოზე. ესე იქნება მუდამ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გქონდეს აი ამის განცდა რომ ხვალ და ზეგ აი ესე გაგრძელდება მუდამ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ვექტორი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია. პოლიტიკურ ორიენტაციაზე მაქვს საუბარი და არა სხვა ორიენტაციაზე, იმიტომ რომ დასავლეთი ჩვენ სხვა ორიენტაციის შეცვლას გვთავაზობ და აი ეს წლები. დღეს ჩვენ აი ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენს სტუმართან ერთად ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ბატონი მამუკა კარტოზია ჩვენი სტუმარი, რომელსაც არაერთი ნაშრომი აქვს სხვათა შორის რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ისტორიულ აი წიაღისეებში რო წავიდეთ, აი იგივე საიდან მოდის ჩვენი ურთიერთობები, ამაზეც ბევრი აქვს ნაშრომი დაწერილი. აი ბატონო მამუკა, აი ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, უამრავჯერ გვილაპარაკია და თქვენც ლაპარაკობთ. მე მგონი რომ აი ამის შესახებ უკვე უნდა დაიწყოს ფართო წრეებშიც ამაზე საუბარი, რომ აუცილებელია ეს გაკეთდეს. მოგესალმებით პირველ რიგში ბატონ ნიკოლოზ, მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეხლა ეს საკმაოდ ისეთი თემა არის დამოკიდებულება, თემა რომელიც ძალიან ამბივალენტურია და იწვევს სხვადასხვა ხარისხის დამოკიდებულებას. ჩვენთვის ნიშანდობლივია, რომ ურთიერთობის ასპექტში, როგორც ქართულ-რუსული ურთიერთობების ასპექტში, კონცენტრირებულია მთელი ისტორიული პარადიგმა და მისი გაგრძელება, ანუ ხვალინდელი დღევანდელი დღე და ხვალინდელი დღე. ახლა გვინდა არ გვინდა ჩვენი ურთიერთობები ისტორიული, როგორც დიდი მეზობელი ქვეყნის კონდა გვაქვს აუცილებლად გვექნება კიდევაც, მაგრამ როგორი კონფიგურაციით, როგორი დამოკიდებულებით აი მთელი დროიტა ამაშია. ეხლა დღეს სამწუხაროდ საქართველოს ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხშია შესული და ის რომ დამოკიდებულებაში რაღაცა რაციონი ჩაიდოს, სამწუხაროდ ჩვენი ქართული მხარე ამას ამოხრუჭებს და მიმართებაში, რუსეთთან მიმართებაში ვერანაირ რაციონს ვერ უჭერს. ეს რა თქმა უნდა გასაგებია, ეს არის იმ გარკვეული ძალების სერიოზული ზეწოლა, გარეშე ძალებზე გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და ასე შემდეგ, რომ არაძლევენ საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის წარმართვის საშუალებას. ეხლა ბოლო 2 წელია, მეორე წელია უკვე რაც ქართული ოცნება განთავისუფლდა ამ ბრჭყალებისგან და მაქსიმალურად ცდილობს დამოუკიდებელი და სუვერენული და ერთიანი ეროვნული კონცეფციის ნიადაგზე შექმნა საგარეო ურთიერთობების სრულიად ახალი ვექტორი, ახალი ფასეულობების და ღირებულებების და იმ პოლიტიკური ანტურაჟის გათვალისწინებით, რა დღეს არის მსოფლიოში და რა დღეს არის რეგიონში.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში გამომდინარე რუსეთ-უკრაინის ომიდან მიმართებაში ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ბატონ ნიკოლოსთან ამ ტელევიზიიდან გვითქვია რომ იმპულსები დადებითი მოდის რუსეთის მხარეს აქვს სურვილი იმისა რომ საქართველოსთან დაიწყო საუბარი უკვე სავიზო რეჟიმის საბოლოოდ მოიხსნა მაგრამ უკვე არის იქ რაღაცები და იმის საბოლოო გასწორებულს და ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი და ამ ისტორიული უკუღმართობის და ამ ისტორიული უსამართლობის აღდგენა, რასაც ქვია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ქართულ-რუსული ურთიერთობების ახალ სპექტრში და ახალ ასპექტში. გუშინ მე გამომრჩა სხვათა შორის ეს, იმიტომ რომ ჩვენ დავბრუნდით დიდი შესვენებიდან აღდგომის დღესასწაულები იყო და აი სიმართლეობითა გამომრჩა ჩვენი სასიქადულო ხელოვანის ზურაბ წერეთლის გარდაცვალება მე მინდა მიუსამძიმრო მთელ ქართულ ხალხს და აი ყველაზე გულდასაწყვეტი რა არის იცით აი ჩვენ ისე წავიდა ეს კაცი ამ ქვეყნა ვერ გამოვიყენეთ მისი პოტენციალი. ზურაბ წერეთელს ისეთი ქნილებები აქვს შექმნილი, რომელიც ამშვენებს პეტერბურგს, მოსკოვს, დიდ ქალაქებს, თბილისსაც ამშვენებს და ეს ადამიანი პირდაპირ დაკავშირებული იყო რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან. მას პირადად შეეძლო პუტინთან აუდიენცია ნებისმიერ დროს, ლავროვთან, მას მამის პრობლემა არ ქონდა არასდროს. და ჩვენ აი ესეთი ხალხი რო ვერ გამოვიყენეთ, ეს არის დანაშაული მეგობრებო. ძნელბედობის ჟამს, როდესაც ჩვენ სამწუხაროდ აი მიდის უკვე ეს თაობა, წერეთლის თაობა და სამწუხაროდ აი რუსეთში უკვე აღარ აქვს ესეთი მძლავრი დასახელება. ლობი აღარ აქვს. იქ არის შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, პატრიოტსაცემი ხალხი, არის რაღაც ბიზნესმენებიც არის, მაგრამ ეხლა ზურა წერეთელის ნაირი ადამიანი საქართველოს უკვე აღარ აქვს რუსეთში. და ჩვენ ხო შეგვეძლო ეს გამოგვეყენებინათ. ვათაშორის როგორც მე ვიცი, აქ უნდა დაიგზავნოს თბილისში, უნდა გადმოასვენონ და დიდუბის პანთეონში დაიგზალება მის მეუღლესთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ აი ასეთი ადამიანების არ გამოყენება ხო დანაშაულია და ვინც ყავს, ისინი მაინც გამოვიყენოთ, იმიტომ რომ აი ამ სახალხო დიპლომატიით შედგება. აი მაგალითად აზერბაიჯანი იყენებს ბულბულ ოღლის იყენებს ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ რუსებთან მას აქვს. აზერბაიჯანმა და ალიევმა არა მარტო ბულბულ ოღლი. რუსეთში მოღვაწე ის ელიტა გამოიყენა. იქ გოდნისანოვები, ვისაც დიდი ფული აქვს, დიდ ბიზნესში იყო, ყველანი გამოიყენა გეიდარ ალიევმა. ყველა ერთგულად შეკრა და პირდაპირ დაუყენა ის მოცემულობა რომ ჩვენ თქვენგან გვინდა ურთიერთობების დალაგება რუსეთთან და მიაღწია კიდევ ყარაბაღის დაბრუნებაში აი ამ ხალხმა უდიდესი როლი ითამაშა. ჩვენ კიდევ ვერ ვიყენებთ ეხლა რუსეთში ეხლა ბევრი ამბობს არის მილიონი, რა მნიშვნელობა აქვს მილიონია თუ ნაკლებია, საკმაოდ დიდი დიასპორა გვაქვს ჩვენ რუსეთში, ხო? საკმაოდ დიდი. აი ეხლა გუშინ რამდენიმე დღის წინ აი კისლაუცკისში არის მთელი რეგიონალური ლიდერი იქ ჩვენი პეტრე ლობჟანიძე რომელსაც ურთიერთობა იცნობს აკუთხა იქ მან ტაძარი რომელიცაც ეს აშენებს წმინდა ნინოს სახელობის და იქ უმაღლესი სასულიერო პირები მივიდნენ კაცო და ძალიან ისეთი პომპეზური ის იყო გაიმართა იქ შეხვედრა და აკურთხეს ეს ტაძარი და აი ყველა რეგიონში ყავს ჩვენ აი ესეთი ადამიანები პეტრე ლობჟანიძე არის იქ მოსკოვში ფიფია ყავს მამუკა იქით კიდევ იაროსლავში ყავს იქ კიდევ ემაში ყავს რა ქვია სხვადასხვა რეგიონებში ვიცი მე ადამიანები და უნდა გამოვიყენოთ ეს ხალხი რუსებთან ურთიერთობისთვის უნდა გამოვიყენოთ ესეთი ადამიანები იმიტომ რომ ჩვენ ამისი არ გამოყენება არ შეიძლება დაუშვებელია დანაშაული ეხლა წერეთლისნაირი ადამიანი აღარ აქვს და არ ვიცი როდის გვეყოლება მაგრამ რაც გვაქვს ის მაინც გამოვიყენოთ ეხლა მეც უერთდები ბატონ ნიკოლოზის სამძიმარეს და მინდა გამოვხატო როგორც დიდი ღირსეული პიროვნება ნამდვილი ქართველი ხელოვანი უდიდესი და რომელსაც შეეძლო და მართლა დიდი საქმე გააკეთა და შეეძლო კიდევ უამრავი საქმის ეკეთის გაკეთება ჩვენი ქვეყნისთვის გაუკეთებია კიდევაც უამრავი მე მინდა ბატონ ნიკოლოზ ჩვენც შევახსენოთ რომ ჩვენ გვყავს კიდე იქ დაუშვათ არის აკადემიკოსი ლეო ბოკერია რომელსაც უდიდესი პატივი ავტორიტეტი აქვს მოსკოვში სამთავრობო წრეებში მასაც სიტყვა ეთქმის და შეუძლია
კიდევ უამრავი კიდე სათვისტომოები, რაც ეხა ბატონმა ნიკოლოზმა ჩამოთვალა, თვითონაც მეგობრობს და იცნობს უამრავს, აქვს ქონდა შეხვედრა პირადი ურთიერთობები აქვს. აი ეს ხალხია გამოსაყენებელი, ეს არის სახალხო დიპლომატია. თუ ჩვენ ამ იგივე სოსო პავლიაშვილი დავუშვათ, უამრავი კიდე სხვა, ვისაც ეთქმის სიტყვა და ვისაც ამ ორ ერებს შორის შეუძლია გარკვეული სიტუაციის დალაგება და იმ ნიადაგის მომზადება, რასაც მოლაპარაკებაში ჰქვია და შემდგომ უკვე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. არ გამოვა სხვანაირად. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვენ 1000 კილომეტრიანი დაახლოებით 900 რაღაც 1000 კილომეტრიანი საზღვარი გვაკავშირებს რუსეთთან, ეს არის ჩვენი ყველაზე უდიდესი მეზობელი და არა მარტო მეზობელი, არის უდიდესი ეკონომიკური მხრიდანაც გასაღების ბაზარი. ახლა ენა რო აქვს გადმოგდებული და ვითომ აი ჩვენ არ გვინდა და იგნორირებას უკეთებ და რუსეთუმეები ხართ ხელისუფლებას რო ეძახიან და ვითომ ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები ბატონ ნიკოლო სავსეა რიგი დგას რომ რუსეთის ბაზარში ბაზარზე თავისი საქონელი შეიტანონ. იცით რიგი დგას ისეთი ამბავია ატეხელი და აქ ამბობენ რომ არა კაცო ჩვენ რა გვინდა რუსეთში და რუსეთი როგორ შეიძლება და მეორე მხრივ ბოლოს სააკაშვილის ხელისუფლება 2008 წელს ოდესაც ომი მოხდა მითი რა ქვია ყვავილებით გვაზდიკებით იდგა ლარზე და ევაჭრებოდა რომ აი რუსი ტურისტები შემოსულიყო და იქ ვაშაძე კიდე ამბობდა რომ მე მზათვა რომ თავი ფედრიფულსლიდან დავიწყოთო და ემზადებოდა იმისთვის რომ რაღაცა სუღიშვილები და ჯგუფები გაეშვა კრემში რათა რაღაცა დაბიჯები გადადგმულიყო. აგერ ბენდუქიძე გამოდიოდა ამერიკელების რომლებიც მითითებებს გვაძლევდნენ მაშინაც აი ესეთ პასუხებს აძლევდა მაგალითად გაზის მილთან დაკავშირებით, რომლის გაყიდვაზე იყო საუბარი. ამერიკა მოუარო ჯერ ევროპას და მე მომიდე ჩვენთან გასულ რა დაბალიღობენ ნახა? ჯერ გერმანიის კანცლერს მოუაროს და მე მოუაროს საქართველოს მთავრობას. ჩვენი საქმეა რას გადავწყვეტ, დაუშვათ 1 მილი გავყიდოთ, სხვა მილი ვიყიდოთ თუ სხვა მილი ავაშენოთ თუ გასადენი გავყიდოთ და წყალსადენი ავაშენოთ. ეს არის ჩემი საქართველოს გადასაწყვეტი თვითონ. არავის გადასაწყვეტი არ არის. არავით არის უცხოელი ექსპერტი ჩვენ ევროპელები რომ მოდიოდნენ აუ რას აკეთებ და რას აკეთებ რომ ევროპელებმა მიხედონ თავიანთ კანცლერს. არავისი საქმე არ არის ჩვენ ვის მივყიდით მილსო. აი ამას იძახდა 2005 წელს ბენდუქიძე. იმიტომ რომ მაშინ მათ მიხვდნენ რომ ესე უნდა ემოქმედათ. აი ახლა წარმოგიდგენიათ ეგრო გააკეთოს ვინმე მაგ და ნუ ეხა ამ ბოლო პერიოდში იძახს ჩვენი ხელისუფლება მაგ განცხადებს აკეთებს რა ეპიტეტებით ამყობენ რომ აი თქვენ ხართ აგენტები და იცით რა მაინც აგენტებს გეძახიან და ადექით რა წადით მოსკოვში რა 9 მაისს რა მაინც აგენტები ხართ მაინც კრემლის აგენტებს გეძახიან და რა უბედურებაა ესა რომ აი მაინც კიდე ამათი კოჭის გასაგორებლად უნდა ვიმოქმედოთ. აი ახლა გედედეს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო შაიშველაშვილი ხო? კარგად ვიცით. ესე იგი, ეხა ვინმე თუ ვერ ხვდება ეს კაცი, ვინ გააპარა საქართველოსთან, ის არის იდიოტი მართლა. ამაში რომ ამერიკის ხელი ურევია, ეხა თქვენ ვერ ხვდებით ამას და ეს ვაჟბატონი წავიდა და ის რა ინფორმაციაც აქვს და რა ინფორმაციას ფლობს, ყველაფერს იყენებს ჩვენს წინააღმდეგ. და რამდენი ესეთი შაიშველაშვილები იქნება კიდე ჩანერგილი ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში, აი თქვენ წარმოგიდგენიათ ხო ეხლა? ინტერვიუში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ღიად საუბრობს იმაზე თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზზე და ირაკლი შაიშველაშვილი ღიად ამბობს რომ ოკუპანტს შეუძლია ფაქტობრივად მაგისტრალის კონტროლი. შაიშველაშვილი ასახელებს მთავარ სისტემებს სათვალთვალოს რომელიც გამოიყენება ოკუპანტის მიერ დოზორის და ფოკუსდეს სისტემები რომლითაც აღჭურვილი არიან ისინი და სწორედ ამ სისტემით შეუძლიათ კონტროლი. ირაკლი შაიშველაშვილი ამბობს, რომ მაგალითად საკორინთლოსთან განთავსებული სათვალთვალო სისტემის წყალობით დაახლოებით 30 კილომეტრიან მონაკვეთზე ხდება სრული კონტროლი, მათ შორის მთავარ მაგისტრალზე და იმდენად მაღალი გარჩევადობის სათვალთვალო სისტემაზეა საუბარი, რომ ავტომობილის ნომრის გარჩევაც კი შესაძლებელი და გამოდის
რომ ოკუპანტებს შეუძლიათ სრულად აკონტროლონ და მუდმივ რეჟიმში უთვალთვალონ ამ ტერიტორიას. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს უჩნდება კითხვა, რატომ არ იყენებს ოცნების რეჟიმი სათვალთვალო სისტემებს და რატომ ამბობს უარს საოკუპაციო ხაზის კონტროლზე. შაიშმელაშვილის ინფორმაციით ამერიკას გადმოცემული აქვს საქართველოსთვის სათვალთვალო სისტემები, მაგრამ ეს სისტემები ისე დევს და შესაბამისად არ არის გამოყენებული. შაიშმელაშვილი ეჭვობს, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად და რეჟიმს არ უნდა უბრალოდ კონტროლი და სჭირდება ეგრეთ წოდებული მკვდარი ზონები საოკუპაციო ზოლზე, რომელიც შესაძლოა გამოიყენებოდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის კონტროლის გარეშე დატოვებული ეს ტერიტორია ხდება ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი იმისთვის, რომ ამ ტერიტორიის გავლით მოძრაობდეს კონტრაბანდა. თვალთვალის და დაკვირვებისთვის, ანუ მოწინააღმდეგეს იქით ამხარეს მოწინააღმდეგეს დოზორის და ფოკუს დეს სისტემის სათვალთვალო მოწყობილობები უყენეთ. ანუ აქ არის საუბარი 15-30 კილომეტრზე აკონტროლებენ. მაგალითად, საკორინთლოსთან, რომელიც აყენია დოზორის სისტემა, მთლიანად მაგისტრალს აკონტროლებს. ანუ შეუძლიათ ავტომობილებში ვინს ხედან ისინი გაარჩიონ. არა თუ დაუშვათ ავტომობილის ანომრე ნიშნები. ანუ იმ დონის სათვალთვალო აღჭურვილობა აქვს დამონტაჟებული. და ჩვენ ატო არ შეგვიძლია ამისი დამონტაჟება და გაკეთება, როდესაც აქ არ არის რაღაცა ლეტალურ შეიარაღებაზე საუბარი. აქ არის თვალთვალის და დაკვირვების მაღალი გარჩევადობის საშუალებები, რათა მოვახდინოთ კონტროლი საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესების. არ იყენებენ, ანუ რატო არ იყენებენ, ანუ ერთის მხრივ შეიძლება არ იყენებენ რა. აი სრული იდიოტი რა. აი ეს რო გამოიყენო რა შეტევაზე გადავალთ ეხლა დავარტყამთ ამ რუსებს თუ რა ეხლა გვაქვს ეგ ხელსაწყო კი ბატონო და რა ვქნათ ეხლა დავაკვირე რა უნდა რა ისთვის გამოვიყენოთ ეხლა ამერიკამ ჩაგვინერგა ეს გედედეს ერთ-ერთ მაღალჩინოსთან ჩაგვიშვა ეს შაიშმელაშვილი და ეხლა წაიყვანა ამერიკაში ალაპარაკებს ხელისუფლების წინააღმდეგ. ესეთ იცით რამდენი იქნება? კუბომეტრობით იქნება ეგეთები ჩანერგილი ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში. აი ეს არის ამერიკის პოლიტიკა. ჩადო ნაღმები, აი იმ კომისიის ხტომაზე ხო გახსოვთ რა თქვა კაცო წულუკიანმა? ლომჯარიაო ამერიკამ არ დაგვანიშნინაო? და რამდენი ლომჯარიასტაირები ყავთ კიდე ჩანერგილები აქ? რომლებიც პატიოსან ერთგულ ხალხს ფეხს უდებენ და თვითონ იგზიან. და მე რო გაიქცევიან, მე იტყვიან, ეს ყოფილა მოღალატე. სანამ ეს არ წაეთრა იმ ამერიკაში, მანამდე არავინ არ გადააყენა. ვერ მიხვდა, რომ ეს ნაძირალა იქ იყო. მე არ ვიცი, ხო არის კაცო, ეს ყველა უწყებაში არის გენერალური ინსპექცია. ნუ თუ გენერალური ინსპექცია არ ამოწმებს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ ადამიანების მოქმედებებს. ყველაფერი ვიცი, ვინ არის მოღალატე, უბრალოდ ყველაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არის რაღაცეები არ არის თქმა მართებული. და რამდენი ყავს ესეთები ჩანერგილები? კაცი გამოდის და აიო რუსებსო უთვალთვალე და რო უთვალთვალებ რა, მე აი სიტყვაზე ჯერ რა იცით რა საკეთებს ჩვენი შესაბამისი უწყებები და მე რა ამითი რა გადავიდეთ შეტევაზე თუ რა, ტვით ერთუჯრედიანო ამბიოზო. სულელი, აი ესეთი დებილი რო ყავდა ამ უწყებაში, იმიტომ იყო რაღაც ხრელები რო იყო და ინფორმაციები რო ჟონავდა. ბატონ ნიკოლოზ, კიდე ერთი ახლა თქვენ სწორი თქვენ და ყველა სამინისტროს ეგრეთ წოდებული ODR-ის ინსტიტუტი თუ გახსოვთ, ხო? ახლა არ ვიცი ODR-ის ინსტიტუტი, ODR-ი არ ქვია, მაგრამ რაღაც გარკვეულწილად ფუნქციები აქვს და მათი მოვალეობა იყო პირდაპირ რომ ინფორმაციულად მიეწოდებინათ სახელმწიფო სტრუქტურისა და რა თქმა უნდა პირველ რიგში უშიშროების სამსახურისათვის, იმიტომ რომ ეს სუსის ერთ-ერთი უწყება იყო რომ ინფორმაცია იქვე არსებული სიტუაციის შესახებ და ანტისახელმწიფო მეტი საქმე კი არა აქ არაფერი ODR-ებს. ეგრეთ წოდებულ ODR-ებს ეხლა არ ვიცი სამწუხაროდ რა ქვია, მაგრამ ვიცი რომ ეს ინსტიტუტი არსებობს, ხო? აი რას მიკეთებდნენ ესენი? ხო ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ყველა სამინისტროში თითქმის და განსაკუთრებით მე არაერთხელ მithქვამს ეს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო იყო, სადაც ფაქტიურად USAID-ის ფილიალი იყო და სერიოზულად მოქმედებდა. ვერანაირი თანამდებობის პირები არ ინიშნებოდნენ, პირველ პირებზეც არ არის საუბარი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსების დონეზე, რომ შეთანხმებული არ ყოფილიყო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ისინი წყვიტავდნენ საკადრო პოლიტიკას. კარგით, ეხლა გამთავისუფლდით, ხო? ეხლა მხოლოდ შეიძლება უკვე მოხდეს ამათი ლუსტრაცია და ჩვეულებრივად საკადრო კათარზისი დაიწყოს, ანუ გაწმენდა სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურებიდან ამათი გაშვების. ეს ხომ შეუულია დღეს ხომ თავისუფალია დაუშვათ ქართული საქართველოს ხელისუფლება იმისა რომ მან შექმნას გარკვეულწილად აი ეს მოდელი რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არ იყოს ეს სახელმწიფო ორგანოები დასაყრდენი უცხოელი აგენტურების. აი ეს ტიპაჟი შაიშმელაშვილები და ამნაირები ეს ყოველ ჩვეულებრივი აგენტურა ლუსტრაცია ხდება. ბატონი ლევან მამალაძე იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი აი შევარდნაძის დროს და სწორედ შევარდნაძის დროს დაიწყეს უკვე ჩანერგვა სხვადასხვა უწყებებში ამერიკელებმა თავიანთი ხალხის. აი მაქიდან დაიწყო. ეს იყო სააკაშვილი, ეს იყო მაჭავარიანი, ეს იყო აგრეთვე სხვადასხვა სტრუქტურებში მელიქიშვილი გუბერნიის რა ქვია იმაში რა ქვია რუსთავში გაუშვეს. კიდე ვიღაცეები რომლებიც იყვნენ პირდაპირ ამერიკელების აგენტურის წარმომადგენლები. მერე შემდგომში აი ამათი მეშვეობით მოხდა ვარდების რევოლუცია. ეხლა იგივე უნდათ აქაც ვარდები არ ერქვა თორე რამდენი რევოლუცია დაიგეგმა საქართველოში ბოლო პერიოდში სწორედ აი ამ ჩაბუდებული აგენტურის მეშვეობით. მაგალითად გახარიას დროს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოადგილეებად პირდაპირ დასავლეთის აგენტურის ხალხი. და ამიტომაც არის რომ ხელისუფლებამ ამ ყველაფერს უნდა სხვანაირად შეხედოს, კაცო, ეხლა რომ ვამბობთ რომ თურმე ლომჯარია ყოფილა იმათი, კაცო, თუ იცოდით იმათი რო იყო, რატო ნიშნავდით მე ამ ლომჯარიას? გახარიას უკასერავად როგორ დაინიშნა? ხო და გახარიაც ეგეთი. დიახ, ზვიფოს ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ გვეყოლება სტუმრად ყოფილი პარლამენტის დეპუტატი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ბატონი ლევან მამალაძე სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ ეხლა ბატონო ლევანი და აი ბატონო ლევანი ეხლა საუბრობდით აი ამ ჩანერგილ ხალხზე და ვიხსენებდით იმ პერიოდს რომელიც აი შევარდნაძის დროინდელ სიტუაციას როდესაც დასავლეთმა სწორედ მაგ დროს დაიწყო უკვე თავისი აგენტურის გაძლიერება ხელისუფლებაში რომ შემდგომ აი ეს ვარდების რევოლუცია მომხდარიყო. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო თქვენს მაყურებლებს, თქვენ სტუდიას, მინდა მიულოცო კვირა არის სააღდგომო კვირა და ყველა სააღდგომას ულოცავ და ყველაფერს კარგს უსურვებ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ქვეყანას და მთლიანად საქართველოს. თქვენ რას საკითხი წამოწიეთ? ეს ახალი საკითხი არ არის, მაგრამ ალბათ თემა იმითო დგას, რომ რატომ არ დადგა იქ, რომ როცა ჩვენ ვერ შევძელით გამთავისუფლებულიყავით აი გარკვეული უცხოური ზეგავლენებისგან, რომელიც აი ჩანერგილი არის ჩვენ საზოგადოებაში და მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებშიც. ხლა ამას თავისი ისტორია აქვს, გრძელვადიანი ისტორია, იმიტომ რომ როცა თავიდან საქართველოს დამოუკიდებლობას აცხადებდა მაშინ გამოიკვეთა ის რომ გარე ძალების ხარდაჭერის გარეშე ალბათ ეს პროცესი რთული იქნებოდა და კარგად გახსოვთ ალბათ ზვიად გამსახურდია მაშინ ეროვნულმა ხელისუფლებამ დასავლეთის ხარდაჭერა ვერ მოიპოვა მან გააგრძელა თავისი გზით სიარული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის პროცესი და მას დაარქვეს რომ ის მიდის დინების საწინააღმდეგოდ და ფაქტიურად მინდა გითხრათ რომ პროცესები რომელიც დაიწყო აფხაზეთში, ცხინვალში, მაშინ დაიწყო უკვე კონფლიქტური სიტუაციები და შემდგომ უკვე ამ ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდების საკითხი პირდაპირ უკავშირდება შეერთებული შტატების და დასავლეთის ინტერესების განხორციელებას. ამას რატო ვამბობ, იცით, ადრე მაშინ სტუდენტი ვიყავი და იმ პერიოდში და პარლამენტის წევრი გავხდი შემდგომ და აი ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში და იმ მაშინდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანდა ეს ყველაფერი და თუ კი ახლა გლობალურად შევისწავლით და ჩავყვებით ბოლომდე უნდა ითქვას რომ მაშინ შეერთებულ შტატებს განსაკუთრებით აწყობდა რომ საბჭოთა კავშირი ისე დაშლილი იყო რომ მის გარშემო ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ყოფილიყო მტრულად გადაკიდებული რომ მას შემდგომ უკვე რუსეთზე შესაბამისი ზეგავლენები უფრო
დაეღრმავებინა. და პირდაპირ კითხვით 92-93 წლები ის პერიოდია, როცა შეერთებული შტატები ისეთ დონეზე იყო შესული რუსეთში, უკვე გორბაჩოვი შესვალეს, მოიყვანეს ელცინი, ეს ისე უბრალოდ არ ხდებოდა. ერთ მაგალითს მოგიყავთ, ბელავეჟსკაია პუშას რო ეძახიან, სადაც შეიკრიბნენ და დაშლა გამოაცხადეს საბჭოთა კავშირის, პირველი ვისაც დაურეკეს, უფროს ბუშს დაურეკეს, მაშინ იყო პრეზიდენტი და შეუთანხმეს, რომ ისინი აპირებდნენ აი ესეთი რაღაცის გაკეთებას. ნუ ეხლა ჩვენთვის საბჭოთა კავშირის დაშლას გარკვეული შედეგიანი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ შინაარსობრივად თუ ავიღებთ ამ ხელა იმპერია მეორე იმპერატორს შეუთანხმეს, რომ შლით და გვერდში დაგვიდეკითო. ამას მოყვა დიდი ტალღა იმისა, რომ ისეთ დონეზე იყო უკვე კონტროლირებადი სიტუაცია ყოფილ საბჭოთა კავშირში მის უფრო რუსეთში, რომ ბირთვული იარაღის ბაზებშიც კი შესული იყო ამ CIA-ის წარმომადგენლები, CEREUS რასაც ეძახიან, მათი წარმომადგენლები და აკონტროლებდნენ ამ ამბავს. ასე რომ, როცა ჩვენ ვამბობთ კონფლიქტური სიტუაციები, რომელიც შეიქმნა, რა თქმა უნდა, იქ რუსეთის ხელი უდიდესია, მაგრამ ყველა შეიარაღებულ მომენტებს იმდენ დონეზე აკონტროლებდნენ, რომ არ დომებოდა შეერთებულ შტატებს, დასავლეთს, ჩვენთან კონფლიქტური სიტუაციების გაღვივება, აქ ვერანაირი ის რო იტყვიან, ეს კავკასიელების თვითონ დაჯგუფებები და კაზაკების დაჯგუფებები ვერ შემოვიდოდა. ეს იყო ძალიან დიდი პროექტი იმისთვის, რომ საქართველო გამხდარიყო რუსეთის მტერი, იმიტომ რომ ეს გლობალურად აწყობდა დასავლეთს. ამას კრიტიკის კუთხით არ ვამბობ, რატომ იცით, აი ნებისმიერი რო ყოფილიყო იგივე შეერთებული შტატების ხელმძღვანელის ადგილას, ის შეეცდებოდა, რომ მისი კონკურენტი ისე შეესუსტებინა, ისე გაეკონტროლებინა, რომ მისთვის აი წლებისგან, ათეული წლებზე გათვლილი პროგრამით ემოქმედა და მისი მარწუხებიდან ის რო არ გამოსულიყო. ასე რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენთანაც როცა იგივე შევარდნაძე ჩამოსვლა მოხდა, თქვენ როგორ გონიათ, ეს მართლა ელცინმა გადაწყვიტა, ან იგივე აქ ტრიმვირატი, რომელმაც გვია გამსახურდია გააგდო სიგუა, ის კიტოვანი და კიდე ჯგუფები, ეს ყველაფერი იქენან უკვე მწვანე შუქი ანთებული ქონდა და ედუარდ შევარდნაძეს დასავლეთის მხარდამჭერით ჩამოვიდა საქართველოში. და სწორედ დასავლეთის თქვათ პროგრამით იმუშავა და იმ პერიოდში ძალიან რთული პრობლემები გადაგვატანინა მაშინ შეერთებულმა შტატებმა. მარტო ის რა გირთო, აი უფასოდ გვიგზავნიდა ხორბალს, კარგი იყო თუ ცუდი იყო. რიგები იდგა თუ უამრავი პრობლემა ჰქონდა, ასე თუ ისე დახმარება ამაში გაგვიწია. წერო რომ მაშინ უკვე საკადრო საკითხების, რა თქმა უნდა, მათთან თახდებოდა და მე კარგად მახსოვს, საელჩო რო გაიხსნა საქართველოში 92 წლიდან უკვე ჩვენ მათთან ურთიერთობა ჰქონდა და საკმაოდ აქტიურად ერეოდნენ ისინი ყველა პროცესში. და შემდგომ უკვე შევხედათ როგორ განვითარდა, მერე გამოზარდეს, ახალგაზრდების გამოზარდეს, იქ ასწავლეს, წაიყვანეს, ეხლა იგივე იმას რუსეთს თავისი აგენტი ყავდა ეს სააკაშვილი და თავიდანვე დავერბოვებული ყავდა ვიზამისის მეშვეობით, მაგრამ მერე ხო იცით ორმაგი გადავერბოვგაც ხდება ხოლმე. ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. სააკაშვილმა ისე გააკეთა, რომ მათ ჭირდებოდათ ეს ახალი რაღაცა რევოლუციური ტალღა, მათი მხარდაჭერით ეს ახალი ხილი იყო ეს NGO-ები, დაფინანსება, ვითომ საზოგადოებას წარმოადგენდნენ და გაუცნობიერებელი საზოგადოების იგივე ზომბირება და PR-ითა და პროპაგანდით ზეგავლენის მოხდენა ძალიან ადვილია და ესე მოხდა. ყველას ეგონა თეთრი და შავი ესე გააკეთო. სააკაშვილი არის ყვარყვარე მოვიდა და განათდა, დანარჩენი ყველა არის ესე იგი აი ხა მე ბატონო ლევან აიცით რა არ მინდა ისევ ამ წარსულზე ბევრი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ამაზე ჩვენ ბევრი ვილაპარაკია. აი მე რატო ვახსენე, იცით თქვენ სანამ ჩაერთვებოდით, მანამდე ეთყობა თქვენ შეიძლება ვერ მიადევნეთ. აი ხა იმ დღეს გამოვიდა შაიშველაშვილი გედედეს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და დაიწყო ლაპარაკი ამ ხელისუფლების ძალიან აქტიურ კრიტიკაზე. და მანამდეც ვიცი ჩვენ არაერთი მაღალჩინოსანი, იგივე ბიძინაივალიშვილის ადვოკატი, კაცო ბაჩიაშვილი, რომელიც გაიპარა და რამდენი ესეთი ჩვენ ადამიანები ჩაგვინერგა დასავლეთ. ეხა ამერიკაში არის ეს შაიშველაშვილი და რამდენი ეგეთი ეხლა მოიყვანეს, დასვეს, იგივე აი ლომჯარია მაგალითად იმ კომისიის ხტომაზე პირდაპირ თქვა წულუკიანმა ამერიკელებმა გვაიძულესო რომ დაგვენიშნაო იქაო იმათო სახალხო დამცველათო, ხო და ანუ ფაქტი ერთია რომ ხელისუფლებამ უნდა მიხვდეს რომ არ შეიძლება ამ უცხო ქვეყნის აგენტურის დანიშვნა, იმიტომ რომ მე ესენი ახორციელებენ ძირგამომთხრელ საქმიანობას და კაი აქამდე ეს deep state-იო და სამწუხარო რა არის, იცი რომ
ეხლაც ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს ზოგიერთის დანიშვნაც და არ ვიცი რაღაცნაირად შეიცვალოს ეს საკადრო პოლიტიკა რომ აი ესეთი ჩაბუდებული აგენტურა არ მოხდეს საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებზე. ეხლა ეს შაიშმელაშვილი იყო გედედეს ერთ-ერთი მაღალ ჩინოსანი და წარმოგიდგენიათ რამდენი ინფორმაციებს აწვიდა ეხლა ეს ადამიანი იგივე იქ თავის აგენტურის წარმომადგენლებს რომლებმაც ეგ გამოუშვეს აქ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად. ხო გასაგები გეთანხმებით აი იგივე თქვენ პიროვნებას ვისაც ასახელებთ ეხლა ის მთელი ის ყველაფერი იმიტომ გაკეთა რომ თავშესაფარი მიიღო თავშესაფარის მიღების საფუძველი ქონოდა ეს ერთი საკითხი მაგრამ თუ კი მთლიანობაში ავიღებთ ეხლა საკადრო გამოზრდა ხო როგორ არის იცით ან შენ თვითონ უნდა შექმნა ესე ადრე ეძახდეთ ხო კადრების სამჭედრო ანუ შენ თვით ყველა ქვეყანა ქმნიდა თავის რაღაც სისტემას ხო ჩვენ გვახსოვს საბჭოთა პერიოდში რა იყო შეერთებულ შტატებში თავისი აქვს ჩვენ მაშინ ახალგაზრდა სახელმწიფომ ვერანაირი სახელმწიფოსთვის ახალგაზრდების გამოზრდის სისტემა ვერ შევქმენი და ამერიკელებმა და დასავლეთმა შემოიტანეს ეს ამიტომ იყო ეს თუ გახსოვთ ეს ახალგაზრდა იურისტები ეს ისა რა ქვია გამჭირვალობის ინსტიტუტი სოროსის ფონდი ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ ეს ახალგაზრდები თვითონ თავი ისინი ზრდიან ეს მეხუთე კოლონაა ეს არის მეხუთე კოლონა რომელსაც საზღვარგარეთიდან ფინანსებენ, აძლევენ განათლებას, აძლევენ დავალებას და ისინი მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებში. მაგრამ შენს წიაღში იზრდება, შენს წიაღშივე ზრდიან იმ აგენტურას, რომელიც შემდგომ სხვას ემსახურება. სხვა ალტერნატივა საქართველოს არ შეუქმნია და წლების განმავლობაში იმხელა გავლენა იყო საზღვარგარეთიდან, რომ სწორედ ეს კადრები ცვლიდნენ ერთმანეთს. შევხედოთ, ვინ იყო თავდაცვის მინისტრი, ვინ იყო იმისი, რა ქვია, პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ, ვინ იყვნენ სააკაშვილის დროსაც და შემდგომ ოცნება რო ახალი მოსულიყო მაშინაც. ეხლა დგება საკითხი, რატომ ვერ ცვლიან ამ საკითხებს, ხომ? ასე ადვილი არ არის, იმიტომ რომ ალტერნატივა არა. გაბამაში ვთქვათ, სად არის ეს კადრების გამოზრდის სისტემა, ხო? იგივე ქართული ოცნება ვერ შექმნა ეს კადრების გამოზრდის სისტემა, ერთმანეთში ტრიალებს ეს ყველაფერი და აი კლუბური მართლობის მომენტი აქვს, ეს ძალიან სუსტი მხარე არის ქართული დღევანდელი ხელისუფლების, რომ კადრების და მომზადების ადამიანების ქართულ სახელმწიფოებად აზროვნების კუთხით ჩამოყალიბებისა და პრაქტიკის მიღების სისტემა შექმნილი არ არის და ეს ხდება ძალიან სპონტანურად და რაღაც ინდივიდუალურ განხილვების დონეზე. ეს რეალობაა რა ჩვენ გვაქვს. კიდევ მაგალითს გეტყვით, ეხლა თუ გნებავთ უკვე რაღაც იცვლება, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ეხლა აი ბოლო პერიოდში, ბოლო 1-2-3 წელი არის, რაც საქართველოს დაიწყო უკვე ცოტა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგა და ამ კადრების თვალსაზრისითაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პირობები გვაქვს, ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება განთავისუფლდეს. მაგრამ გლობალურად ვერ თავისუფლდა. აი მაგალითს მოგიყვებით მაგალითად. ეხლა იმდენად სოფლიო იცვლება, იმდენად ახალი რეალობები დგება ჩვენს წინაშე, რომ აი ადრე შექმნილი რაღაცა ესეთი გაპიარებული თემები დღეს უკვე ხელს გვიშლის. აი ავიღოთ რუსეთთან ურთიერთობაში სიტუაცია. ხო იმდენად იმხელა ფული დაიხარდა და ისეთი ტექნოლოგიები იქნა ჩართული, რომ ანტირუსული პროპაგანდის თვალსაზრისით ასეულობით მილიონი იხარჯებოდა. ეს არის ფაქტები, აი ამ NGO-ებისა და ასე შემდეგ. ამის გავლენის ქვეშ იყო სახელმწიფოც. ანუ უყურეთ, სააკაშვილმა რა გააკეთა, თქვათ, რომ აი რუსეთთან მიმართებაში, ხო? დაკვეთა იყო, რომ შეეწყვიტა თვითონ ეს ომის საკითხი, რომელიც თქვათ, ვინ დაიწყო მაგას რა მნიშვნელობა ჩვენ დავმარცხდით, რუსეთს მიეცა საბაბი, რომ ტერიტორიები ეღიარებინა და სააკაშვილმა ის რაც შეიძლება წაეღოთ, იმაზე მეტი მისცა. კოდორის, ახალგორისა და ასე შემდეგ. ეხლა უყურეთ, შეკვეთა იყო როგორ? აი თქვათ, შეპირდნენ, არ შეპირდნენ, მოდი ამას ძიება მიდის და გაარკვიონ ეს საკითხი, მაგრამ ფაქტები ხო ფაქტები არის. დიპლომატიური ახლა ერთმანეთის გამომრიცხავი მდგომარეობა. დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს რუსეთთან. ეს ხო ფაქტია და მეორე პარალელურად რა ხდება? დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და პარალელურად შემოხავს რუსი ინვესტორები სტრატეგიულ ობიექტებს აძლევს თვითონაც წილში უჯდება ეს პარალელური პროცესია და ხდება საზღვარზე და რუსებს ეუბნება რომ მობრძანდით ბატონო ჩვენთან დაისვენეთ. აი რამდენად ჯდება ეს გაწყვიტო ესე იგი დიპლომატიური ურთიერთობები და პარალელურად ეს აკეთო. ასე რომ აქ როგორი მომენტია აი ამას როგორ შეფასებას მისცემდით? აი ეს შეთანხმებული შეფასება არის ესეთი, რომ დასავლეთ ჭირდებოდა რომ გაგვეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა, ეს საქართველოს კი არ ჭირდებოდა. საქართველოს რა მოიგო, რომ გავწყვიტეთ რა პრობლემა მოვაგვარეთ თუ რა ვერაფერი ვერ მოვაგვარეთ
პირიქით უარის შედეგი მივიღეთ, ხომ? ესე იგი, ჭირდებოდა რომ ეს გაწყდეს, ანუ კონტაქტი მინიმუმზე დაცულიყო, იმიტომ რომ მათ არ აწყობთ, დასავლეთს არც ერთ შემთხვევაში არ აწყობთ, რომ ჩვენი კონფლიქტები დარეგულირდეს. არავის არ აწყობს ეს, იმიტომ არ აწყობთ, რომ ამის დარეგულირების შემთხვევაში ჩვენ უფრო დამოუკიდებლები ვხდებით. აღარ გვჭირდება არავის ჩარევა, ჩვენ თუ ამ შევედით ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგარების პროცესში, ხო? ესა ჩვეულებრივი ტექნოლოგია, ვინც მუშაობს სპეცსამსახურებში, უცბად მივხვდებიან, რაზეც არის ლაპარაკი, ხო? უყურეთ, ანუ არ აწყობთ ეს. ჩვენ პირდაპირ თუ კიდე მტერი დავარქვათ, ოკუპანტი რასახელიც გინდა დავარქვათ, ყველაზე დიდი საყვარი რუსეთთან გვაქვს და არავის არ უნდა სოფლიოში რომ იმიტომაც არის ახლა ზეწოლა რომ არ ველაპარაკოთ რუსებს. რატო გვაწვება ჩვენ ევროპა? იმიტომ გვაწვება რომ მათ ურჩევნიათ ამ პირობებში ვიყოთ და ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე სადაც გვარდება ეს საკითხი. მათ არ ველაპარაკოთ. ერთმანეთის გამომრიცხავ დიპლომატიური ურთიერთობები, ესე იგი, არა გვაქვს და ამ დროს ტურისტებს ღებულობთ და რა ვიცი, ყველანაირად კეთილგანწყობილი სიტუაცია და არც სანქციას ვაწესებთ. ანუ ამ სააკას ისეულმა პოლიტიკამ არ იმუშავა, არანაირი შედეგი არ მოგვიტანა გარდა მცოცავი ოკუპაციისა და ადამიანების გატაცებისა თუ უბედურებისა, რომელიც ოკუპაციას ადექნება. აი, გეთახმებით, საკადრო პოლიტიკა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ თავის დროზე შევარდნაძესაც ჰქონდა ეგ პრობლემა, გამსახურდიას ფაქტობრივად თელმა მთავრობამ უღალატა, იგივე დღესაც რამდენი საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ იცით რა შეასაქმე? არ შეიძლება დასავლეთის მიერ გამოსდილი კადრებით შენ დღეს პოლიტიკა აწარმო. ეს კადრები იყო განსაზღვრული იმისათვის, რომლებიც ყავს ჩვენ, იმისათვის, რომ წარგვემართა პოლიტიკა მონური დასავლეთთან. დღეს რო შენ თუ გინდა რუსეთთან ურთიერთობები დაალაგო, შეიძლება ისევ აი ამ თავიანთი დასავლეთის გამოსდილი ლეკვებით გააკეთო ეს რუსეთთან, ამას ვერ გააკეთებ. საჭიროა ახალი ხალხი, ახალი კადრები. შეიძლება სააკაშვილის გამოსდილი ლეკვებით მართო ქვეყანა, ეს ხო გამორიცხულია და იმიტომაც არის ღალატი ღალატზე. რომ მოვიდა ქართული ოცნება, ხო? დატოვა ის ხალხი, რომლებიც იყვნენ სააკაშვილთან შესძილები ძალიან ბევრი და ასე არ ხდება. სააკაშვილი მოვიდა თუ არა, მთლიანად შეცვალა ყველა თითქმის თავისი ხალხი გამოზარდა, ეს ცუდი რო იყო თანხმდებით, მაგრამ თავისი ხალხით მართავდა. და აი ქართულმა ოცნებამ ან დაუშვა შეცდომა, ეხლა კი კოჰაბიტაცია, deep state-ის მოთხოვნა, ის მაძალებდა ეს. გავიგე, ეხლა ხო შეიცვალა ეგ deep state-ი ხო დამთავრდა თუ მთავრდება. მოდი ავდგეთ რა უარი ვთქვათ იმ იდეოლოგიის მქონე ადამიანებზე, რომლებისთვისაც მზე ამოდის იქიდან, ვაშინგტონიდან. დავამთავროთ ეს ერთი გადავშალოთ ეს ფურცელი, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი რომელიც აი უყურებ ჩინოკნიკია თუ ისა და გამოდის და კიდე იგივეს ლაპარაკობს რომ ჩვენი გზა დასავლეთშია, ჩვენ ხოლმე დასავლეთთან უნდა გქონდე, ჯვარავინ არ უარყოფს იმას რომ დასავლეთთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, ვინ ამბობს ამას? ყველასთან უნდა გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ იმ პრიზმაში, რა პრიზმაშიც ისინი საუბრობენ რომ ჩვენ მხოლოდ მათგან უნდა მივიღოთ დავალებები და მათით ვიხემძღვანელოთ, ეგ არ არის სწორი. აი სწორედ გამოვლინება, რასაც თქვენ ბრძანებთ, ერთ-ერთი გამოვლინება არის ის, რაც ჩვენთან ხდება და რაც ქუჩებშია სხვათა შორის. აი რატომ არ თმობენ ამ სიტუაციას? იმიტომ არ თმობენ, რომ უნდათ რომ იგივე არჩევნები ფაქტები ვერ დადეს და გაყალბებულად გამოაცხადეს, ესე იგი პოლიცია შეიძლება ცემო თავი გაუტეხო და ვინმე თუ დააკავეს, ესე იგი ეს არის დემოკრატიის დარღვევა, რაც ხდებოდა ადრე, ანუ მათთან თუ ეს კანონიერია, ჩვენთან ყველაფერი უკანონოა, მე ხა შეიძლება ყველა ერთმანეთში არ გავაერთიანო, შეიძლება რაღაც მართლა იყოს ისე არასწორად დაზარალებული ან დაკავებული ადამიანი, მე ხა დეტალებს არ ვისწრებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როცა ზედაპირულად ამას ვუყურებ, ესე ჩანს. ამიტომ არასამართლიანი დამოკიდებულება დასავლეთისა ჩვენს მიმართ, ეს ერთ-ერთი გამოვლინება იმისა, რომ საქართველოს დაიწყო დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. ანუ მოდი ვთქვათ მაგალითი, ეხლა სააკაშვილის მეხუთე კოლონა რო რაღაც დიდი პროცენტები აიღო პარლამენტში და ვთქვათ მართველი ძალა ყოფილიყო, დასავლეთი სანქციას დააწესებდა, ან რამეს იტყოდა, ან იგივე ეს ახლად მოსული ნაცები, რომლებსაც პარლამენტში ეხლა უნდათ რომ აეღოთ ძალაუფლება
ხელში მოულებულიყვნენ რეპრესიებს დაიწყებდნენ ხალხს დახოცავდნენ დააპატამდებდნენ 1000 რამეს დააბრალებდნენ რასაც ადრე აკეთებდნენ დასავლეთი რამეთი შეეწინამდე ისევ დემოკრატიას ესე ჭირდებაო და ამის მაგალითი აგერ რატომ ამბობ იცით აი ეს სტანდარტები რამდენნაირი სტანდარტია აგერ სირიაში დაახოცეს ეს ალავიტები ქრისტიანები და გამოვიდა ეს კაია კალასი და ნუ რასითამ დემოკრატიული პროცესის დამყარებისა და წესრიგის დამყარების დროს მსხვერპლიც არისო აი ეს იყო მისი განმარტება ეხლა თქვენ განსაზღვრეთ საქართველოს რო გადაედგა ის ნაბიჯები რაც უნდოდა დასავლეთს სინამდვილეში მე რა იქნებოდა ეს ყველაფერი ხო სტატისტიკაა იცით სამხედრო ოპერაცია რო ტარდება ეხლა კარგად მინდა ეხლა საუბრობ და იქ სამსახურების ზიან და რო იქ იმას კი არ ითვლიან რამდენი ადამიანი შეიძლება შეეწიროს იქ თვლიან რომ სამხედრო მიზნებისთვის რა ზომებია მისაღები კი მსხვერპლი შეიძლება იყოს მაგრამ მსხვერპლი ფურცელზეა მსხვერპლი სტატისტიკაზეა აი ელემენტარული მაგალითი აი ხანდახან არის სამხედრო კუთხით ხიდი უნდა ააფეთქო ხიდის აფეთქებას მოყვება უდიდესი სოციალური პრობლემები ხო წყალი არ გექნება საკვები არ გექნება და შეიძლება თავი კი დაიცვა მაგრამ უამრავი პრობლემა გექნება ხიდი თუ ააფეთქე თუ არა ააფეთქე ხიდი შემოვა მტერი და დაგიყვეთ ხო აქვენა ორი ესეთი უკიდურესობაა და ჩვენ რო დაგვეკეთებინა ის მაგაც უნდოდა რაც მაგათ უნდოდა დაგვომბავდა რუსეთი დაგვომბავდა მე რა იტყოდნენ კი საქართველოს თავისი ფუნქცია შეასრულა მსხვერპლი ამდენი აი ფურცელზე დაგვანახებდნენ ჩვენ კიდე ხო აბსოლუტურად სხვა რეალობა დაბრუნებელი სამშობლო დაგვრჩებოდა ამას რატომ ვამბობ იცით დღეს ახალ რეალობაში გადავედით ჩვენ დღევანდელი სიტუაცია იძლევა საშუალებას რომ უფრო მეტი აქტიურობით გადავდგათ ნაბიჯები თქვენ საკადრო საკუთრო იძახით სად არის ეს კადრები რატომ არ არის ამერიკასთან ისეთი დონის მოლაპარაკება რომელიც მოგცემს საშუალებას როცა იდეური თანხმედრა არის ტრამპის ადმინისტრაციასთან რომ არ ქონდეს იქიდან მუხარა და deep state დავარქმევ თუ იმას დავარქმევ თუ უმის პარტიის სახელი რაც გინდა ის დავარქვათ მაგ სახელებს არ ვკამათობ და არ ვედავები რაც გინდა ის დავარქვათ მაგრამ რატო ვერ მოხერხდა როცა იდეოლოგიური ესეთი თანხმედრა არის ტრამპის ადმინისტრაციასთან საკითხების დალაგება ეს ერთი საკითხი რატომ არ გადაიდგა ნაბიჯები რომ რუსეთთან დავიწყოთ და პირდაპირ მოვიდეთ უნდა და ვთქვათ აი მე გეტყვით პირდაპირ სამი თვე აი რომ მომცე სამ თვეში რუსეთთან დავალაგებდი კიდევ საკითხს და სამ თვეში ტერიტორიული პრობლემის მოგარების პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდოდით არაფერი არ ხდება პირიქით არა დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა აღვადგინოთ თუ აღვადგენთ ტერიტორიები უნდა არ გააკეთებენ ამას ეს არ ხდება უამრავი ნიუანსები აქვს ჩვენ რო გადავდგათ ეს ნაბიჯი ამას უნდა მოვაყოლოთ შემდგომ სამოქმედო გეგმა რას ნიშნავს საინტეგრაციო პროცესების გაღრმაობა გზაც უნდა გაიხსნას ავტობუსმაც უნდა იაროს ვაჭრობაც უნდა იყოს რკინიგზაც უნდა გავხსნათ და ასე შემდეგ რომ მხოლოდ ინტეგრაციით შეგვიძლია ჩვენ დაძაბულობა და დაპირისპირება და თუ გნებავთ ეს ძველი კონფლიქტის გამო წყენა და დაღრული სისხლი გვერდზე გადაიდოს და ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ იგივე უკვე თაობებით შეიცვალა და ეს ახალგაზრდები და ის ადამიანები რომლებშიც ამაში დაინტერესებულნი არიან ჩვენ რაღაცა ძველ კონსტრუქციაში ვართ ისევ იმიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი რომ რა გვაქვს ხო ის დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ტურისტები შემოყვავს და ის სანქციებს არ ვაწესებთ ხო ურთიერთგამორიცხავი თემებია და როცა ვისმენთ ამათ მინისტრისგან ვიცი რა ჯერ ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამ რატო არ ვდგამ ვინმე გაძალებს ვინმე ზემოქმედება ხო ყველაფერი უნდა გაიშიფროს ასევე თქვენ რასაც ბრძანებთ თუ კი ჩვენ ვამბობთ რომ უცხოელები გვანიშნებდნენ ხართ გამოვიდეთ და ვთქვათ ეს მარგველაშვილი ხო იყო გამჭვირვალების წარმომადგენელი ეს უკვე და აი ისა უყურეთ მარგველაშვილს კომპალენს არ ჩააბარებ და კაცი და პრეზიდენტად დანიშნეს აი რეალურად რომ თქო ვიცი ვინ არის და იმიტომ ვიცახი ხო თუ იყო ჩარევა თქვათ რომ ზემოქმედება იყო სალომე ზურაბიშვილი იყო ფრანგების ჩარევა იყო მაკრონის და სხვების ჩარევები ესეც უნდა ითქვას იმიტომ რომ იმ წუთში ხალხიც გადავიდა რომ აბსოლუტურად სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ხო ანალოგიურად ეს ლომჯარია იქნოს ხო მე არ ვიცი რა ასეთი უამრავი ადამიანია აბა იმის რა ქვია ეს ომბუდსმენს საქართველოში ნიშნავდა სხვებიც გახარიას ახსენებენ თუ ეს გახარია ეს იყო ჯერ რამდენი თანამდებობა გამოიცვალა და პრემიერასაც დაინიშნა ხო ესე იგი ვინ პატრონობდა ვინ იყო ამ ყველაფერის შემკვეთი ხო ალბათ ჩვენ ვალდებული ვიყავით რაღაცები გაგვეთვალისწინება ყველას ერთად ვიძახი ამ თანამდებობის პირებზე მაგრამ ეხლა მოვიდა დრო ძიება მიდის რაღაც საკითხებში გარკვევა მიდის ხო იმედი მაქვს რომ შედეგამდე მივა ეს ყველაფერი მაგრამ სახელები ყველაფერს თავისი უნდა დაერქვას ესე რაღაც ბუნდოვნებაში და ბურუს
გულში ეს თემები არ უნდა იყოს და მთავარი რაც არის იცით ჩვენ რაც არ უნდა ვიკვლიოთ ჩვენ ახლა უნდა ვთქვათ საქართველოს აქვს თუ არა შექმნილი ის სისტემა რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალების გამოძრდას ეს არა გვაქვს ეს არის უდიდესი პრობლემა რომელიც შექმნილი არ აქვს და მარტო დღევანდელი პარტიული სტრუქტურები თუგნებავთ ოცნებისაც ამას ვერ უზრუნველყოფს ეს უნდა იყოს პარტიაზე მიბმული არა ეს უნდა იყოს სახელმწიფოზე მიბმული ეს არის გასაკეთებელი განათლების სისტემასთან ერთად და სხვა სტრუქტურებთან ერთად აი ეს პრობლემა სანამ ჩვენ არ შევქმნით ჩვენ ბაზის საკადრო ბაზის ხო სულ გვექნება ესეთი პრობლემა დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონ ლევან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი და იმედია რომ რა ვიცი წარსულში დაშვებული შეცდომებისგან დასწრებს გამოიტანს ხელისუფლება რომ არ შეიძლება ბრმად ყველაფრის შესრულება რასაც გვიბრძანებენ იმიტომ რომ ხშირად ეს მერე შეიძლება იყოს ხელისუფლების ჩამოშლის გარკვეულწილად საფუძველი გეთახმებით თავარია ეს გავითვალისწინოთ დაგემშვიდობებით ამის კარგად ბრძანდებოდეთ ბატონი ლევან მამალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ძვირფასო ტელემაყურებლებო და ერთი რამე უნდა ითქვას რომ თუ ჩვენ მართლაც აი რაღაცა ჩვენი წარსულიდან გამომდინარე არ მივალთ იმ დასკვნამდე რომ აი ჩვენი ნაციონალური ინტერესიდან არ გამოვედით ეს ქვეყანა დაიღუპება ახლა ისრაელი არის ამერიკის მოკავშირე რომ არა ამერიკა ისრაელი ალბათ განწირული იქნებოდა იმ მეზობლებიდან გამომდინარე რომლებიც მას ყავს და ისრაელიც კი ამერიკას რიგ შემთხვევებში არ ეთანხმება არ ითვალისწინებს ამერიკის პოლიტიკას იგივე არის მაგალითად ახლა ლუკაშენკოს ხშირად ვაქებთ მაგრამ რამდენჯერ წავიდა ლუკაშენკო იგივე რუსეთის წინააღმდეგ გაზის საკითხი იყო, უამრავი თემა იყო. პირდაპირ აღიარა კაცმა მთხოვდენო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებასო, მედვედევიო და არ ვაღიარე ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ შენც ხო უნდა მიხვდე იმას, რომ არ შეიძლება ვინც არ უნდა იყოს, რო გეუნება, შენ არ უნდა შეასრულო ეს ყველაფერი. ჩინეთიდან რომ მიიღე დაკვეთა რომ მოდი ეხლა შენ ჩინური ენა შეიტანე მეორე ენა თუ ესე ხო უნდა დაფიქრდე შენ როცა აგერ მეზობლად რუსეთი ყავს როგორ შეიძლება ეს ჩინური ენა ჩაანაცვლოს რუსული ენა კი ბატონო ისწავლოს ჩინური ჩვენმა ბავშვებმა მაგრამ შეიძლება კაცო რუსული ჩინურმა ჩაანაცვლოს არ ვიცი ეგ გაოგნებული ნუ ფაქტიურად ასე გამოდის და ხო გვითხრა იმ ჩვენმა წმინდანმა რომ ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს ბატონ ნიკოლოზ მორჩა ის დრო უკვე როდესაც ქვეყნის მართვაზეა ლაპარაკი და სახელმწიფო ინტერესებზეა ლაპარაკი ხო ხელისუფლება ვალდებულია რომ ის გამოხატოს ინტერესები სოციუმის და ხალხის ანუ მოკლედ რო ვთქვათ ხელისუფლებაში მოსვლას ხელს უწყობს წყვეტავს სოციუმი ხალხი ელექტორატი ანუ შეკვეთას აძლევს მე შენ გირჩევ და შენ უნდა შეასრულო ის დაკვეთა რაც მე მაქვს ანუ საზოგადოებაზე აქვს საუბარი. როდესაც ჩვენ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და ნახეთ რომ არანაირი ეროვნული ქართული ჩვენი იდენტობის გამოხატველი ხელისუფლება არ იყო არ ხდებოდა ესეთი ეს არა აქვს იმას მნიშვნელობა რომ შენ დღეს გამოხატავ საქართველოს ინტერესებს და სხვა ქვეყნის დაჩაგვრას ეს გამორიცხულია. საერთოდ ხელისუფლება ისეთ ფასეულობებს ატარებს ეს აპრობირებული წესია ისეთ ფასეულობებს ნერგავს ქვეყანაში ატარებს რომ ხელისუფლება დიდხან შეინარჩუნოს ეს მიღებული წესია და გასაგებია ყველაფერი მაგრამ აქ უნდა იყოს ჩადებული ის რაციონი რომლითაც შენ შეგიძლია რომ შენი ქვეყანა შენი საზოგადოებას და შენ ელექტორატს ასეამონ ამიტომ საუბრობთ ჩვენ იმაზე ქართული იდენტობაზე ჩვენს ისტორიაზე კულტურაზე მართლმადიდებლობაზე ჩვენ არაერთხელ გვითხოვს რომ მართლმადიდებლობაა ჩვენი ყველაფრის საფუძველი ქართული ხალხის ქართული ერის გადარჩენის საფუძველი ჩვენ საუბრობთ ამაზე არაერთხელ და ეხლაც მინდა ვთქვა რომ უნდა ჩადგეს მართლმადიდებლობა არიერგარჩი და მორალურ ზნეობრივი განწმენდის ხანა რო დგება საქართველოში ეს ეკლესიამ უნდა დაიწყოს ფაქტიურად ჩვენ გადაგვარჩინა ყოველთვის საქართველოს იყო ასოცირდებოდა მართლმადიდებლობასთან და ქრისტიანობასთან, აბა რატო გვებრძოლდნენ და ეს საქართველოს ისტორია, ქრისტიანობის ისტორია, მართლმადიდებლობის ისტორია
ამან მოგვიყვანა ჩვენ და ამან გადაგვარჩინა ჩვენ ამან შეგვინახა ის ქართულობა იდენტობა ესდევს მართლმადიდებლობაში როდესაც ოჯახის სიწმინდეს დღე იყო და ეხლა მოდის უკვე ეს დღესასწაული ჩვიდმეტ მაისს გახსოვთ ჩარჩად ერთიანად გამოვიდა სულიად საფრთხე აღარ გვემუქრება სულიად საქართველოს მაგი აღარ მოხდება ხო მაგას ვამბობ რომ ერთიანად გამოვიდა მეთქი სულიად საქართველოს ერი და ბერიო რომ მიტყვიან აი ზუსტად მაშინ იყო ხელისუფლებას ხალხთან დადგა ხალხი ხელისუფლებასთან დადგა და ერთიანი ძალით გამოხატეს და ერთიანი ძალით უთხრეს სახელმწიფო საზოგადოებამ უთხრა სოფლიოს რომ ჩვენ ერთნი ვართ ჩვენ ამ ღირებულებების და ტრადიციების მიმდევრები ვართ ეს არის ჩვენი სპასეულობები მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ეს გამოსვლა მარტო ის კი არ იყო რომ ფიზიკურად გამოვიდა ეს იყო იმ ფაქტის კონსტატაცია რა ჩვენ გვინდოდა და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ოჯახი ჩვენი ცხოვრების წესი ეს არის იმიტომ რომ ქართულ კაცი მაინც დევს ის კოდი შინაგანი კონსტიტუცია არის ტრადიციონალისტური და კონსერვატული ეს ყველანაირად გვიდევს ამაში აი ამანაც ერთ-ერთი კომპონენტია ისიც რომ ამანაც გადაგვარჩინა და ჩვენ რომ 2 მილიონი ან 3 მილიონმა კაცმა აი ასეთ გარემოში და ასეთ პოლიტიკურ კონფიგურაციაში თავი შევინარჩუნეთ თავი შევინახეთ და ჩვენი იდენტობა და ქართულობა შევინახეთ ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ის დამსახურებაც კიდევ რომ ჩვენ ვერ მოხდა ჩვენი გამუსულმანება და ვერ მოხდა ჩვენი გადაგვარება ხო როგორც ცდილობდნენ ახლა არ მინდა დავკონკრეტე და გინდ რომ დავკონკრეტე უამრავ დროს წაიღოს და ყველამ ძალიან კარგად ვიცით როგორ რანაირ გარემოში ცხოვრობდი და როგორ რეგიონალური ურთიერთობები ქონდა ეგ არის ჩვენთვის და აი დღევანდელი სიტუაცია დღეს სრულიად ახალი სამყარო ყალიბდება ახალი ცენტრებით ახალი გადანაწილებებით რუსეთ-უკრაინის ომი არ არის მარტო რუსეთის-უკრაინის საომარი მოქმედება არაერთხელ გვითქვამს ეს არის მსოფლიოს ახალი გადანაწილების ახალი ლიდერების და ახალი მართვის სამართავის ცენტრების ჩამოყალიბების ეხლა გინდა არ გინდა სამწუხაროდ პატარა ერების ბედი ასეთია რომ შენი გლობალურ პოლიტიკაში უნდა აყვედ ლიდერებს და მაგრამ შენი დურიტა ის არის რომ შენი თავი და ადგილი მონახო ისე რომ შენს ეროვნულ ინტერესებს და იდენტობას ზიანი არ მიაყენო ნებისმიერ გაერთიანებაში შესვლა აი ნებისმიერში ეს აპრიორი იწვევს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარკვეულ დათმობას ეს იქნება ევროკავშირი ნატო ბრიქსი თუ სხვადასხვა ეს აპრიორია და ეს ჭეშმარიტება იგივე აი ნებისმიერი ავიც აი რო ავიღოთ გაერთიანება მაგრამ აი ამ გაერთიანებაში როდესაც შენ წვალობს ერთადერთი არის ის რომ გაერთიანება შენი უნდა დაიჭირო ის შენი დროიტა და შენი ადგილი რომ შენ არ მოხდე შენი ატროფია და რო არ მოხდეს უკვე შენი ასიმილაცია აი ეგ არის უმთავრესი და ამიტომ ხელისუფლების როლი და დანიშნულება ზუსტად ის არის რომ მან შეინარჩუნოს ეს ჩვენი დღევანდელი ყოფა და ჩვენი ინტერესები ამიტომ მე აი ბატონო ნიკოლოზმა ბრძანა რომ ჩვენ ეროვნული ინტერესების გამნატარებელი ხელისუფლება გვინდა და რა თქმა უნდა ეხლა კონსერვატიზმი ტრადიციონალიზმი არის ერთ-ერთი რეალური გამომხატველი ამის ჩვენი ცხოვრების წესის მესმის ერთი რამე არის უყურეთ ჩვენ ბოლო პერიოდში აი შევეჩვიეთ იმას რომ ვიღაცამ უნდა მიგვითითოს ჩვენ არ გვინდა გადაწყვეტილების ვიღება და ხშირად გამიგონია ესეთი ფრაზა რომ აი ჩვენ მაინც არაფერს არ ვწყვიტავთ ხები გადაწყვიტავენ ჩვენს მაგივრად კი მაგრამ მასე რო ეფიქრა ჩვენ წინაპრებს მაშინ ჩვენ აქამდე არ მოვიდოდით რომ დავით აღმაშენებელს ეთქვა რომ იცით რა არის მთავარია ჩვენ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ომი არ გქონდეს ეს ძალიან კარგია ხშირად მე მესმის ხოლმე ხელისუფლებიდანაც და კარგია ის რომ აი ამ 12 წლის 13 წლის მანძილზე ომი არ გქონია მაგრამ ჩვენ განა ამის მარტო ეს გვინდა რომ ომი არ გქონდეს და ამით ესე იგი კმაყოფილები ვიყოთ ჩვენ ხო ის გვინდა რომ ტერიტორიები დაგვიბრუნდეს ჩვენ არ ვამბობთ რომ ომით უნდა დაგვიბრუნდეს მაგრამ ბიჭო ომი თუ არ გქონდა კარგია ეს მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთავარი მიზანი ხო შენ თუ შეეგუები და იტყვი იმას რომ მე არ მინდა არაფერი და ყველამ წაიღეთ რაც მინდა ომი არც გექნება შენ არასდროს თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს იმისათვის რომ რაღაცა გარდატეხა შევიტანოთ ტერიტორიული მთლიანობისკენ არავინ არაფერს პრობლემას არ შეგვიქმნის ჩვენ იმიტომ გვექნებოდა პრობლემები რომ ტერიტორიული მთლიანობისკენ რაღაც ნაბიჯებს ვგამდით თორე ამდენი ხარხიც არ დაიხოცებოდა მაშინ ხო
ამიტომ ეს რომ ომი არ გქონდა ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის თავარი მიღწევა ჩვენი და თავარი ამოცანა არის სხვა რამე, რომ უსაფრთხოების ქოლგა არ ქონდა, უსაფრთხოების ქოლგა ქონდეს ამ ქვეყანას, რომ ვინმე აი ესე არ დაგვინიშნოს, ეხლა რომ მიდის აღიარებები, ჩვენ რასაც ვამბობდით, ის მართლება ყველაფერი რო გვინიშნავდნენ ამ იმეებს, თანამდებობის პირებს, ეხლა აცხადა ეს ყველაფერი. ხო და აქედან გამომდინარე არ გვინდა ეს უცხოელების დანიშნული ხალხი და არ გვინდა ის რომ მარტო იმითი ვიამაყოთ რომ ომი არ გქონია. ესეთი ომი არ გქონია არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ამას ჯობია რომ მართლაც რაღაც ნაბიჯები გადავდგა ჩვენ იმისათვის რომ რაღაცა ტერიტორიალობა აღვადგინოთ, მაგრამ კიდევ ხდება არა ომით, იმიტომ ომის თავი ჩვენ არც აგვაქვს და ამ ომით ჩვენ ვერაფერს ვერ დავიბრუნებთ და გამორიცხულია იგივე ოსებთან და აფხაზებთან ჩვენ ომის ენით ვილაპარაკოთ. ერთი მინდა დავამატო ნიკოლოზ რომ როდესაც საუბარია აი გუშინდელ გადაცემაში დიდი დრო დაუთმე ჩვენ ამ თემას აფხაზეთის და სამაჩაბლოს და ოსეთის თემას დღესაც აი მოიტანა და ყოველთვის უნდა საუბრობდეთ რა თქმა უნდა ამ თემასთან დაკავშირებით. ერთი რაღაცა მინდა გითხრა ჩვენ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით, აი ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ აი იცით რა რუსეთმა ხო აღიარა დამოუკიდებლად და ამბობს რომ ჩვენ დამოუკიდებლობას უკან არ წავიღებთ. ერთი რაღაცა მინდა ჩვენს მაყურებელს და ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეალობა და კონფიგურაცია და თვითონ პოლიტიკური ანტურაჟი. თუ დაჭირდა რუსეთს ისე კარგად წაიღებენ უკან აი ისე კარგად წაიღებენ როგორც აგიბარებიათ რა. თუ დაჭირდა და მის ინტერესებში შევიდა. გაიხსენეთ, არაერთხელ მომიყვანია ეს მაგალითი, გაიხსენეთ უკაცრავად აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობა. ყარაბაღი დაკარგა რუსეთის დახმარებით აზერბაიჯანმა, ყარაბაღს აკონტროლებდა სომხებთან ერთად რუსეთის ჯარი და ჩათვალეთ ფაქტიურად იყო ყარაბაღის დამცველი იყო რუსეთის სომხებთან ერთად. შეიცვალა აბსოლუტურად სიტუაცია, შეიცვალა დამოკიდებულება, შეიცვალა ის მიმართება, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰქონდა და მე მინდა აღვნიშნო, ძალიან რაციონალური მიდგომა აქვს მამამ დაწყებული და შვილი ილხამ ალიევით და ხონახეთ რა მოხდა. თქვენ ხვდებით, რომ გიუმრში, სომხეთში უზარმაზარი ბაზა აქვს რუსეთის და სომხეთის სასაზღვრო ტერიტორიებს იცავდა რუსის ჯარი საზღვრებს ირანთან და თურქეთთან და ზვარტუნოცის აეროპორტში კიდე საზღვრები იყო რუსის ჯარი იდგა და აი ესეთი რუსის ჯარი მთლიანად იყო და მოხდა ისე რომ თოფის გაუსროლად ფაქტურად მე ხო უტრირებ, მაგრამ მოხდა რომ აზერბაიჯანი ასე უმტკივნეულად დაიბრუნა. ყველაფერი შეიძლება. ჩვენ ერთი მთავარია რუსეთს აქვს დაკარგული საქართველოსთან უნდობის ფაქტორი. უნდობლობა, იმიტომ რომ არის რეალურად, აი რასაც ახლა ბატონი ნიკოლოზი ბძანებდა ჩვენ რომ საუბრობთ, ჩვენ გავლენა ამ დასავლეთის და გეუბნება ეს კაცი შეეშვი ამათ. არ გინდათ ეს აგენტურა, არ გინდათ ეს ხალხი, ხომ ყველამ ძალიან კარგად იცის და უნდობლობა აქვს ჩვენს მიმართ რა. და ამიტომ უნდა აღდგეს ნდობის ფაქტორი პირველ რიგში. კი ბატონო, დიდი მადლობა ჩვენთვის გაკუთვნილ დრო ამოიწურა. ბატონი მამუკა კარტოზია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ამით მე მინდა დაგემშვიდობოთ ძვირფას ტელემაყურებლებო, ჩვენ უკვე ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ტრადიციულად საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.